მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ნახოთ ჩვენ პროგნოზი მომდევნო კვირის. ნახოთ ახლა ხართ რა ენერგიებში ხართ, ვისთვის იქნება ეს გაშლა. მერე შევხედოთ რა ენერგიებში იქნებით. სამი თემა გვაქვს ჩვენ როგორც ყოველთვის: კარიერა, საქმიანობა ჩვენი, ფინანსები და ურთიერთობა. სიგნიფიკაცია იქნება აქაც და ყველა სფეროში აბსოლუტურად, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ რეზონირდებათ სამივე, შეიძლება რეზონირდებათ ერთიდან. მე მგონი ახალი მისამება უნდა დავიწყო რა, იმიტომ რომ ზოგჯერ ადამიანები მწერენ სახელიც არ იციან, რაც ძალიან საყვარელია ჩემთვის. მე მქვია ვალენტინა ბარბაკაძე. ვინც კიდე არ მიცნობს. так. ეხლა რა ხდება, ვისთვის ექნება ეს გაშლა. ნახოთ რა ენერგიებს უნდა მიაქციოთ ყურადღება. მეორე არხზე, სადაც მოკლე გაშლები იყო, გუშინ კი ჩავწერე. მოკლე გაშლა, მადლობა სულ ყველას, ვინც იქაც მიყურებთ, ვინც მისურვებთ ჯანმრთელობა, ნამდვილად მჭირდება ეს რაღაც ვირუსი. შემოიჭრა ჩემთან არა უშავს, აბა რა ენერგიებში იქნებით ჩემო ლამაზებო. რას მივაგზავნოთ რა ლამაზი დასტა. так, შევხედოთ ახლა ჩვენ კარიერას. თქვენი საქმიანობა, კარიერა, შეიძლება ზოგისთვის სწავლა იყოს. ეხლა ჩვენ ნახოთ რა ხდება ეხლა თქვენთან. და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მომდევნო კვირის განმავლობაში. так, შემდეგი ჩვენ ასევე ავიღოთ ფინანსები. ფინანსები ნახოთ. ეხლა რა ხდება თქვენთან ფინანსებში. და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. ჩვენი საყვარელი თემა ხო? ანუ ურთიერთობა. ნახოთ ეხლა რა ხდება თქვენთან ურთიერთობაში. ეხლა რა ხდება თქვენთან ურთიერთობაში. და რას მიაქციოთ ყურადღება. всё, დავიწყოთ ახლა ჩვენ. так, ჩემო ლამაზებო, აქ თქვენ რაღაც ახალ ეტაპზე გახართ. რაღაც ახალ ეტაპზე გახართ, იცით, თქვენ რაღაც აქ პოზიცია გაქვთ როგორი, იცით? მე შემიძლია გითხრათ, რომ აი დაფიქრდეთ კარგად და გაიხსენეთ, რომ რაღაც გაკვეთილი მოგიტანეთ თქვენმა პარტნიორმა და თქვენ ეს გაიაზრეთ და მიიღეთ. აი რაღაცა პასუხი იპოვეთ თქვენ. მე ყოველთვის ხო გეუბნები თქვენ, რომ პარტნიორი, რომელიც ჩვენ ცხოვრებაში არის, ხო? ეს უფრო ჩვენი მკაცრი მასწავლებელი, ასე რომ ვთქვათ რა, ადამიანი, რომელიც არ შემოდის ჩვენ ცხოვრებაში ტყუილა უბრალოდ. ეს არის ადამიანი, რომელისგან ჩვენ უნდა ავიღოთ რაღაცა ცოდნა, რა. და აი აქ თქვენთვის რაღაცა უნდა ყოფილიყო გასაგები, აი რომ როგორც მის საქციელისგან ხო, რომ ნამდვილად გავიგე, რატო იყო ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში და აი ამ სხვათა შორის გაიასნებამ, ასე რომ ვთქვათ, გაიასნებამ, ხო? თქვენ გაგიყვანათ რაღაცა ახალ ეტაპზე. კიდე შემიძლია გითხრათ, რომ შეიძლება ზოგთან დაბრუნდა თავისი ყოფილი პარტნიორი. თქვენ როგორ ხართ, იცით, ახლა ზოგისთვის ნახეთ ფიქრობთ იმას, რომ
კი გამიხარდა, მაგრამ არ ვიცი, ახლა რა გველოდება, რაღაც ახალ ეტაპზე გადიხარ თქვენ. ზოგისთვის შეიძლება იყო როგორი მომენტი, იცით, ну, ახლა აქ როგორ გითხრათ, შეიძლება თქვენ თვითონაც იყოთ ამ ენერგიაში და გრძნობთ, რომ გაქვთ რაღაცა ისეთი ცოდნა, იმიტომ რომ ხმალების მეფე ეს არ არის ყოველთვის მარტო ყოფილი და ასე შემდეგ, ხო? ეს არის ადამიანი, საერთოდ ენერგია ძალიან უჭკვიანესი ადამიანი არის რა, რომელიც ახლა ძალიან აი როგორ გითხრათ, იმის მიუხედავად, რომ ძალიან ჭკვიანია, შეიძლება ახლა ახალ ეტაპზე გადადეს და ფიქრობს, აი სად წავიდე, რა გავაკეთო, კი ნახეთ, როგორი ენერგიები, აბა. კი ბატონო. შეიძლება ფიქრობთ თქვენ, აი სად წავიდე, რა გავაკეთო, როგორ, იმიტომ რომ ჭკვიანია ეს ადამიანი, ძალიან ჭკვიანია, ძალიან ბევრს ფიქრობთ თქვენ იმაზე, რომ რა კიდე შემიძლია გავაკეთო მე ჩემი ბედნიერებისთვის და აქ ხმალების მეფე რატო არის ამ შემთხვევაში ძალიან მაგარი პოზიცია, იმიტომ რომ საერთოდ ახლა წარმოიდგინეთ ხმალების დედოფალი, ეს უკვე ქალი, რომელიც რთავს ისეთ ენერგიას, აი ცივ ენერგიას, გონებას, ხო, ქალი ჩვენ მაინც უფრო ემოცია არის და როცა ქალი გადადეს ესეთ ენერგიაში, ხო, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ აი მართლა ყველანაირი ემოციების გარეშე ეს ადამიანი რთავს გონებას. და რაღაცა ისეთი აინდო თქვენში, რომელიც აი თითქოს გადააერთეთ სერიოზულად, მოდით ასე ვთქვათ, თქვენს ბედნიერებაზე. ნუ ბიჭებისთვის თავისთავად რა, თქვენც იგივე ენერგიებში ხართ, რომ ნამდვილად ფიქრობთ, რომ მინდა მართლა ბედნიერები ვიყო და მინდა რა გავაკეთო, სად წავიდე, როგორ განვახორციელო ჩემი საქმე, აი მაგაზეც ფიქრობთ თქვენ. კიდევ ნახოთ ეხლა ჩვენ ენერგიები, რომელზეც უნდა მივაქციოთ ყურადღება. ნუ აქ უკვე სერიოზული სიტუაცია გვაქვს, ნამდვილად. გამოდიხართ თქვენ ტრანსფორმაციიდან, გამოდიხართ უკვე თქვენ რაღაცა უსამართლობიდან შეიძლება ზოგისთვის შეიძლება, აი აქ კიდე რატომღაც მომდიოდა, არ ვიცი ვინმესთვის ალბათ აქტუალურია. თუ რამე თქვენ გქონდათ აქ სასამართლო, ხო, ან რაღაცა პროცესები, არ ვიცი ვინმესთვის იქნება, შეიძლება თქვენ ნახათ ესეთი ადამიანი, ვინც ნამდვილად თქვენ ვისაც იმედი გაქვთ თქვენ, რომ ეს ადამიანი თქვენ გამოგიყვანთ იმ რთული პერიოდიდან, რა პერიოდშიც ხართ თქვენ, თუ ეს თქვენთვის აქტუალური არის რა, მაინც ახლა ბევრნი ხართ შემოლამაზებო და უნდა მეთქვა, იმიტომ რომ აქაც იუსტიცია მეუბნება, რომ რაღაცა პროცესი მთავრდება, მაგრამ არ გამიკვირდება, რომ ამას თქვენ მოიგებთ რა. აი შეიცვლება სიტუაცია, რაღაცა თუ იყო რამე უსამართლობა, აი აქ არის თქვენ მოიგებთ რა. კიდე აქ არის მომენტი, როცა თქვენში მოხდება რაღაცა ძალიან დიდი ცვლილება. და კიდე მოიცადეთ რა მინდა. ნახო, კიდე კი, აჰა. ნუ აქ ნახათ პრინციპში რა კარგი ეს რა ქვია, ფინანსური მდგომარეობა ძალიან შეიცვლება ვიღაცასთან ნახეთ. სხვათა შორის თუ სასამართლო იყო რაღაც შეიძლება ფულის დაბრუნება იყოს, არ ვიცი ეგრე მოდის. ან არენანებთ თუ დაუშვით იმ საქმეში ჩადეთ ფული. ეგაც, აი ეს რაღაცა დაგეხმარებათ რა. მაგრამ ფინანსებში სხვათა შორის აგვაჩვენებენ, რომ ძალიან რაღაცა ისეთი ცვლილება, ანუ როგორ არის, თქვენ რაზეც ბრძოლობდით, თქვენ მაგაში მოგებული უნდა დარჩეთ რა, იმიტომ რომ დაიმსახუროთ რაღაც აი გამოსვლაც არის და იმიდან რა ქვია ტრანსფორმაციიდან. კი ბატონო, ხო. სამსახურში ცვლილებები წავა ძალიან დიდი სხვა. აი ფინანსური თემა არის რაღაცა აქ კიდე ძალიან მაგარი. კი. აი ძალიან მაგარი ცვლილებები გელოდებათ. ნახეთ, იმიტომ რომ თქვენ რაღაც ისეთი მაგარი გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ აი აქ თითქოს სიუხვე უნდა წამოვიდეს თქვენსკენ. ძალა უნდა მოგემართოთ, ძალა. ახალი ენერგიები შემოდის თქვენთან.
თუ ავად იყავით, ჯვარი გწერიეთ ჩემსავით, გამოვჯამრთელდებით ჩვენ, ესე იგი მომდევნო კვირაში ჩემო ლამაზებო, ხო გაუფრთხილდით თავს რაღაც ვირუსები დადეს და მაგრამ გამოვჯამრთელდებით, ნახეთ ჩვენ, კარგად იქნებით. კი ბატონო. დავай, მოდით გადავედით ახლა კარიერა. ანუ რა ხდება ახლა აქ თქვენთან კარიერაში? ახლა რა ხდება? ნუ ცუდი არაფერი არ ხდება, შემიძლია გითხრათ, ვიღაცამ დაიწყო ახალი პროცესი, შეიძლება ახალი სამსახური დაიწყეთ, ან ფიქრები გაქვთ კიდე თქვენ იმაზე, რომ რა შემიძლია გავაკეთო, რითი გავაუმჯობესო ჩემი თქვათ კარიერული ზრდა. აქ შეიძლება შემოთავაზებაც მიიღეთ რამე თქვენ შემოთავაზება მიიღეთ, მაგრამ როგორ არის, ზოგი არჩევანის წინაზე დგას, მაგრამ ან პირიქით უკვე არჩევანი გქონდა თქვენ და მაპატიეთ უკვე ეს არჩევანი გააკეთეთ. აწონეთ და ნუ მივხვდით რა, რომ აი ეს კარგი რაღაც ახალი იდეები შეიძლება გაქვთ თქვენ, როგორ გავაუმჯობესო კიდე ჩემი თქვა სამსახურებრივი თემა. იმიტომ რომ შეიძლება რამდენიმე ვარიანტი გქონდა და თქვენ არჩევდეთ, რომელი მირჩევნია და რაღაც ახალი შეიძლება გზაც აირჩიეთ. ნახოთ ახლა მომდევნო კვირას მოგიტანთ თქვენ. მე რა კარგი ენერგიები მოდის, ნახეთ რაღაცა სიტუაცია, რომელიც იყო თქვენთვის გაურკვეველი, შეიძლება თქვენ ფიქრობდით, რომ არ ვიცი, შევძლებ თუ არ შევძლებ, გამომივა, არ გამომივა, ბევრს ვფიქრობ მაგაზე, შეიძლება ემოციურადაც უდგებოდეთ ამ საკითხს რა, შეიძლება ანუ ვჭობდით როგორ გავაკეთო, რანაირად გავაკეთო, აქ რაღაცა ისეთ როგორი მომენტი არის, ძალიან გაგეხარდებათ. აი უზომოდ გაგეხარდებათ ის მომენტი, თითქოს შეიძლება მიიღეთ რაღაცას ინფორმაციას. ნახეთ, თუ თქვენ დაუშვით ინტერნეტში ეძებდით სამსახურს კი, აუცილებლად ნახავთ. შეიძლება თქვენთან როგორი მომენტი არის, იცით? გაგეხარდება ძალიან, იმიტომ რომ რა არის, აქ გამოდის ადამიანი რთული პერიოდი და რთული პერიოდი რატო იყო? აი უფრო გონებრივად ბევრს ფიქრობდით თქვენ და აი აქ მოგივათ რაღაც აი გამოანათებს რაღაცა თქვენსკენ წამოვა უფრო რაღაცა სინათლე მოდის რა აქ. ხო, აი იმპერატორი, ხო გეუბნებით, რაღაც მოგივათ სტაბილურობა. ანუ ნახეთ, ეს ფიქრები, რომელიც იყო და თქვათ იფიქრებთ რაღაცაზე, მოდი ჩვენ ხო სამომავლოდ ვიყურებთ, ხო? ანუ მომდევნო კვირაში რაღაცა სიტუაცია, რომელიც თქვათ თუ დაუშვათ, ვერ ხდებოდა, აი გაიხსნება, ნახეთ, აი თქვენ თვითონ გაგიკვირდებათ, მაგრამ თქვენ პროფესიონალიზმს დაინახავენ. გამიგეთ, დაინახავენ. აუცილებლად თქვენი ვარსკვლავი აინთება. შეიძლება თქვენ ფიქრობდით, რომ რა ვიცი, გამომივა, არ გამომივა, როგორ გავაკეთო, რანაირად მოვიქცე, ხო? აი აქ აუცილებლად შეიძლება თქვენ დაუშვით, ვერ გამოდიოდით სიტყვაზე ონლაინ. აი მაგალითად შემოსწავლებს uvეუბნები ხოლმე, გამოდით ონლაინ, დაგინახონ ადამიანებმა თქვენი ნიჭი, რომ თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ სხვებს და ამიტომ თქვენი ენერგია უნდა მიიღონ ამ ადამიანებმა, რომ ნდობა გქონდეთ, ხო? ამიტომ აი აქ არის თითქოს აი რომ გავბედე, შეიძლება თქვენ ნუ ბლოგერი ხართ სიტყვაზე, ან მსახიობი ხარ, ან არა აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, არც მსახიობი, არც ბლოგერი, უბრალოდ ადამიანი, რომელსაც აქვს თავისი საქმე და თქვენ გამოდიხართ, თქვათ, ვერ გამოდიოდით, თქვათ ახლა საზოგადოებაში და აი ხა გაბედავთ მაგას, კაიკეთ და ეს ძალიან კარგად გამოგივათ, ეს მოგიტანთ ძალიან დიდ წინსვლას და დიდ სტაბილურობას, აქ არ უნდა შეგეშინდეთ რა. ნუ გეშინიეთ, იმიტომ რომ თქვენ ახლა აქ დაგეხმარებათ ნამდვილად და ანუ საზოგადოება მიგიღებთ თქვენ. ეხდეთ თქვენ ახლა ხო ვითომ გეშინიათ, მაგრამ საზოგადოება მიგიღებთ, თქვენი ვარსკვლავი აინთება, თქვენ პროფესიონალიზმს დაინახავენ. აი
ჩემი ამოცანა აქ ნამდვილად უკვე დაიწყებს ალბათ ასრულებას, რომ მინდა რაც შეიძლება უფრო მეტი იყოს ის ადამიანები, ვისაც თუნდაც ტარო აინტერესებს, მატრიცა აინტერესებს, ჩვენთან ისწავლოს, იმიტომ რომ ჩვენ ვზრდით აქ ნამდვილ ტაროლოგებს და არა მკითხავებს და ვინც ახლა უბრალოდ ტაროს იყენებს, ნუ სამკითხავთ, ჩვენ წამკითხველებს ვზრდით. აი აქ არის ეს ნამდვილად, რომ საზოგადოება ამას დაინახავს, და ეს როგორც მაგალითს გეუბნებ თქვენზე პროფესიაზე გადაიყვანს. შეიძლება თქვენ ესეთი ადამიანი ხართ, რომ აი ნამდვილად რაღაც დაუშვათ კიდე ნახეთ, შეიძლება თქვენ გზავნილი გქონდათ სადმე, თქვათ სამსახურზე, ხო? და ნერვიულობდით, მივიღებ რა პასუხს მივიღებ, ხო? ელოდებოდით, გამომივა, არ გამომივა ეს საქმე, გამოგივათ აუცილებლად, გამოგივათ, ძალიან ბედნიერი იქნებით, ნახეთ როგორ გაგეხარდებათ, აი ძალიან კარგად იქნებით ფინანსები, ნახოთ ახლა თქვენი. ნუ ფინანსებს რაც ეხება, პრინციპში ფინანსები თქვენთან მოდის. ეხლა მე რო ვთქვა, რომ აქ თქვენ ზიხართ უფულოდ, ნამდვილად ეგრე არ არის. აქაც აგერ მზის არკანი დაგვანახეს, რომ ნამდვილად თქვენ პრინციპში ფინანსურად ცუდად არ უნდა იყოს. შეიძლება ისე თქვათ, სუმთლად ისე როგორც თქვენ გინდათ მილიონერი ხართ, მილიარდელი არ ახართ ჯერ. ხო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყველაფრისთვის, რასაც თქვენ გჭირდებათ, იმისთვის, რომ თქვენ ისე ამოვნოთ, პრინციპში აქ თანხებთან არა გაქვთ პრობლემა, რომ აი ნამდვილად არ ახართ გაჭირვებული აი აქ. აი ეს პოზიცია იქნება იმათთვის, ვისაც აქვს ნაკადი, მშრომობ, ვიღებ და ჩემი სიამოვნებისთვის მაქვს ფული და ისე კი მარტო ჩემი სიამოვნებისთვის კი არა, даже ჩემი თქვათ, ნუ შეიძლება შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, ანუ ახლო ადამიანების მეგობრებისთვის დაუშვათ, შემიძლია რაღაცა თანხა კიდევაც დავხარჯო. აი ეგეთი მოდის ინფორმაცია. ნახოთ ახლა თქვენი რა იქნება მომდევნო კვირაში. ნუ აქ გეხსნება ძალიან კარგი ნაკადი. ნახეთ, ანუ თქვენ ეთყობა იმდენი იშრომეთ, გააკეთეთ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი და სხვათა შორის, აი აქ ნახეთ რა საინტერესო კიდე პოზიცია არის რა. აი ზუსტად ეს საინტერესო დასტა არის, ნახეთ. ეხლა მე რო ვიძახი სულ რომ უნდა გავაკეთო ძალიან საინტერესო ტრენინგი საახალწლოდ, ხო? აი სურვილების ასრულება და ასე შემდეგ, აი რაღაც ამან გამახსენა რა, რომ ნამდვილად ვისაც უნდა რომ კიდე სხვადასხვა წყაროდან წამოვიდეს ფინანსები, ხო? აი რაღაც ახალი გზა არის რა, აქ ახალი გზას, ახალ ეტაპს ეძებთ თქვენ და იპოვით კიდევაც რა გამოსვლა. შეიძლება სხვადასხვა წყაროდან წამოგივათ ფული, ახალი კლიენტები მოგივათ ვიღაცასთან, ხო? აი სრულიად ახალი სხვადასხვა ქვეყნიდან მოვლენ ხალხი თქვენთან დაუშვათ და ანუ ძალიან კაი ნაკადში შედიხართ რა. ან თქვათ გზავნილებს მიიღებთ აუცილებლად, რომელსაც ელოდებოდით. აქ ფინანსები. აჰა. ნუ აქაც გვაჩვენებენ ტრანსფორმაციას, აქაც გვაჩვენეს ორი, აი ნახეთ, აქაც მე-9, მე-13 და მე-20 აგერ არიან ორივენი, აქაც იგივე. ანუ გეუბნებით, აქ ძალიან რაღაცა შეიცვლება თქვენთან ფინანსურ მდგომარეობაში, რაზეც თქვენ დარდობდით, ხო? თუ დაუშვათ რაღაც ნაკლებობას განიცდიდით, ან რაღაც გჭირდებოდ რომ სამიანებენ დაგლების, ეხლა ცუდი არ არის, მაგრამ არც ესეთი ფული რომ თქვათ, ეხლა ნუ პრინციპში თქვენ აი მაინც კმაყოფილი უნდა ყოფილიყავით, აი იმით რაც შემოდიოდა თქვენთან, მაგრამ აქ დიდი ცვლილება მოდის რა. დიდი ცვლილება, თითქოს აი თქვენ თუ რამე დარდი გქონდათ, აი ეს დარდი მაღალ ძალებს ხო მიაქვთ რა. აი ნახეთ. და მოდის სტაბილურობა. რაღაცა ნახეთ, აქ როგორი სიტუაცია გაქვთ. მოდის სტაბილურობა. აი თითქოს როგორ არის იცით, ნახეთ, სხვათა შორის თუ რამე ფული გჭირდებოდეთ ბინას თქვათ, თქვენ აშენებთ, ხო?
აი სიტყვაზე მაგისი ფული გექნებათ უეჭველი ხო არ თქვა იპოთეკა გაქვთ ხო გადასახდელი აგერ არის გექნებათ მაგისი ფული ან შეიძლება თქვა ვიღაცა დაამთავრებს დაასრულებს იპოთეკის გადახდას დაუშვათ ვიღაცა პირიქით თქვა ახლა ფულს მოაგროვებს და პირველ შესატანს შეიტანს ესეც არის თქვა ხო რაღაცა ნუ პატარა თანხა მაგრამ მაინც გექნებათ კიდე აქ რა შეგვიძლია თქვა ნუ აქ ხა მე ამ არკანით ვერ ვხედავ აქ სირთულეს იმის მიუხედავად რომ ეს არის აქ ეს ორაკული და ამიტომ შემიძლია ვთქვა რომ აქ რაღაც უფრო სტაბილურობას ვხედავ ისე შეიძლება ზოგი დაჟე მოაგროვებს თანხას ან დაიწყებთ მოგროვებას ცოტა შევა გადაწყვეტილებას მიიღებ და ან თქვა სიტყვაზე გადაწყვეტილება მივიღე უნდა ავაშენო სახლი სიტყვაზე ну მაგალითს გეუბნები და ამისთვის ცოტა ფული წამოგივათ. სხვათა შორის თქვენი ცოდნიდანაც წამოვა ფული. თქვენი ცოდნიდან, აი აქაც ნახეთ. აქაც ხმალების მეფე, აქაც. ანუ თქვენი ცოდნიდანაც უნდა წამოგივიდეს თქვენი ფული. აჰა, ну იმპერატრიცა თავის თავად სიუხვე მოდის თქვენსკენ. გამოაჩინეთ თქვენი თავი, გამოუშვეთ თქვენი ცოდნა და აუცილებლად მიიღებთ ძალიან დიდ სიუხვეს. ფინანსები თქვენთან მოდიან, ну აჩერებთ თქვენს ქმედებებს. ნახოთ ახლა ჩვენ ურთიერთობა, ხო? ну აქ შემიძლია გითხრათ რომ შეიძლება ვიღაცასთან არის ცოტა გაურკვეველი სიტუაცია და რატო ისეთ გაურებულები ხართ რა ერთი მხრიდან ადამიანი გენატრებად მეორე სხვადასხვა აქ ვიღაცა დაჟე ფიქრობს რომ აი ნახეთ როგორ არის სიტუაცია გეტყვით ახლა უფრო რამდენიმე ვარიანტი მომდის ნახეთ ზოგი ფიქრობს როგორ всё აი უკვე უნდა წავიდე მე ახალი გზა უნდა ვეძებო იმიტომ რომ კი ერთი მხრიდან მენატრება ადამიანი მეორე მხრიდან უკვე ახალი მინდა რომ წავიდე ნუ მოვიდეს მე კიდე ვარიანტი შეიძლება თქვენ ფიქრობთ რომ იმ ეს ადამიანი რომელიც თქვენ გიყვარს ახლა არის თქვენგან მანძილზე და ელოდებით მის გამოჩენას ელოდებით მისგან რამე თქვათ ნუ ინფორმაციას, მესიჯს, რაღაცას ელოდებით, გაიგეთ რა ხდება. შეიძლება ზოგი არის აი, ну აქ რაღაც თითქოს ან ახალ ეტაპზე მინდა გადასვლა, ან вообще ახალში მინდა წასვლა, მაგრამ ზოგი კიდე არის როგორ იცით манифестაციას აკეთებს, რომ ღმერთო ჩემი მონათესავე სული გამომიგზავნა ესეთი ადამიანი, ვისაც აი ჩემ ну ელოდება თავის მონათესავე სულს, გაიგეთ რა ხდება. ადამიანს რომელიც აი ნამდვილად ჩემია, ჩემი მინდა გამომიგზავნეთ რა, ველოდები რაღაც ეგეთი ინფორმაცია მოდის. так, ნახოთ ახლა რა. ну, აქ вообще ძალიან გადასარევი სიტუაცია არის. გადასარევი თქვენი გულის ტკენა დასრულდება. ნახეთ, რაზეც თქვენ ნერვიულობდეთ. აი აქ შეიძლება ნახეთ აი აქ даже ვეთყოდე დაიღალეთ შეიძლება თქვენ რაღაცა მოლოდინით რა. დაიღალეთ და უკვე შეიძლება ერთი ნაბიჯით წინ როგორ ხართ იცით, ანუ აი გამოსვლა გინდათ რა, აი მონატრებიდან მოდით ასე რომ ვთქვათ რა, აი აქა. დაღლილობა მაინც არის ის მიუხედავად რომ ესეთი არკანებია რა, მაგრამ აი აქ ვეუბნებიან რომ შენი გულის ტკივილი დასრულდება ძალიან ბედნიერი პერიოდი მოგდეს ნახეთ იმენა შენთვის რა და იმ ადამიანთან ვისთანაც გაიხარეთ რომ ჩვენ ხო ურთიერთობაზე ვუყურებთ ხო რაზეც შენ ნერვიულობდი აი ნახეთ რამხელა ბედნიერებაზე გადადეს და აი ეთყობა ძალიან ნუ აი დიდი მოთმინებაც გქონდათ თქვენ იმიტომ რომ მართა არჩევანის წინ იდეკით შანსი გეძლევათ. კიდე ახალი შანსი გეძლევათ თქვენ, ნახეთ. რომ აი თავიდან ან სხვანაირ, აქ ნახეთ,
ნამდვილად იქნება დაბრუნება თქვენი ადამიანის, მაგრამ შეიძლება განახლებული ენერგიებით იქნება ეს ადამიანი დაბრუნებული. აქ სამყარო გაძლევს თქვენ შანსს, რომ თუნდაც კი ну ეს შანსი ნახეთ, რომელსაც თქვენ ელოდებოდით, მაგრამ როგორ არის? აი შანსი ერთი წამეთ. так, ნახეთ, აქ ხა ორი ვარიანტი კი იქნება მაინც. ვიღაცას შეხვდება ნამდვილად ახალი ადამიანი, ვინც ელოდებით გოგოებო და ვინც გადაწყვეტილია ბიჭებოც, ვინც გადაწყვეტილება უკვე თქვენ მიიღეთ აქ, რომ მე მინდა უკვე ჩემი მონეტესავი სული ვიპოვო. აი თქვენთვის ინფორმაცია მოდის როგორი იცი, აუცილებლად იპოვეთ. აუცილებლად შეხვდებათ ადამიანი, აი როგორ იცით, რასაც ვთხოვდი მე ღმერთს, აი ისეთი ადამიანი უნდა მოვიდეს და აქ მაღალი ძალები გიგზავნიან უკვე всё. აი მოდის ეს ადამიანი. ეხლა ვისაც დაუშვა თქვენ, აი სიტყვაზე ამბობთ მყარეთ, რომ არ მინდა მე არანაირი ახალის, არც ვეხვეწები არაფერი, უბრალოდ მართლა დავიღალე. აი და ამ სიტუაციებიდან ხო გამოსვლა მინდა. ერთი წუთი თქვენ გეტყვით, იმიტომ რომ აქ ძალიან აქ უკვე ახალს კი უფრო ვხედავ, რაღაცა შანსი გეძლევათ, ახალი ეტაპი, იმიტომ რომ ცოტა მიტრიალებული არის ეს. დამთავრებს და ახალი რას ამთავრებს აქ, სად გადის? ახალ ენერგიებში გადის ეს ადამიანი? აქ რა ხდება? აქ ახალ ენერგიებში გადის ეს ადამიანი და რა ხდება? კი. საიდან გამოდის? всё. ნახეთ, გოგოებო, ნახეთ თქვენ პარტნიორზე როგორი საინტერესო ინფორმაცია არის. სხვათა შორის გოგოებმა მგონი იმ არხზე მთხოვეს, რომ ჩამეწერა ვიდეო თუ შევძელე გოგოებო, ჩაგიწერეთ ახლა თუ არა და მე. ნახეთ აქ როგორი თემა არის. ესე იგი ეს ადამიანი, ეს ახალი რაც ვთქვი და იმახსოვრეთ, დაიჭირეთ, მოდის ეს ადამიანი, აგერ მაღალი ძალები გიგზავნიან ამ შანსს. ვინც იძახეს არ მინდა, აგერ გულისწყენა თქვენი დასრულდება და აქ ნახეთ, просто უბრალოდ მაინტერესებდა ისე საინტერესო დალაგდნენ არკანები, რომ მაინტერესებდა, რომ აქ თითქოს ეს ადამიანი თქვენი მეფეც არ არის, იმპერატორია, ხო, რომელიც გიყვართ თქვენ, ხო? და რომელიც შეიძლება ბავშვურ პოზიციაში იჯდა კაი იღებს რაღაც ახალ შანსს. გამოდის საიდან გამოდის მეთქი, ნახეთ, აქ გქონდა რაღაცა რთული პერიოდი, აი თქვენ რომ გითხეთ მაშინ რომ ნეტა რა არის ასეთი ამისთან ამის ცხოვრებაში, რომ რა განცდები, არ ვიცი რა განცდები, ახლა ჩვენ აქ არ განვიხილავთ, ახლა თუ ძალიან ღრმად შევალთ, ხო? მაგრამ აი ეს ადამიანი გამოდის, მაღალ ძალებს გამოყავთ, შეიძლება თქვენ ლოცულობდით ამ ადამიანზე, შეიძლება თქვენ უგზავნიდით ამ ადამიანს კაი ენერგიებს, გაიგეთ და ეს ენერგიები დაეხმარება ამას გამოვა რა, ეს აი გამოდის რა, აი ვეკითხებოდა ეს პოზიცია და მაინტერესა და გამოდის ეს ადამიანი ამ რთული პერიოდიდან, მაგრამ აქ თითქოს საგვარეულო ეხმარება და ეს ადამიანი მოდის უკვე კი თქვენსკენ მოდის. ამას ქონდა რაღაცა ძალიან მძიმე პერიოდი გოგოებო, ძალიან რა. მაგრამ ფიქრობდა რა გავაკეთო, რა ვქნა, მაგრამ ეს პერიოდი დასრულდა, იცვლება სიტუაცია, იცვლება და ეს ადამიანი ბრუნდება. შეიძლება ღამე ჩამოვიდეს ვიღაცა გოგოებ თქვენთან. კი, დაელოდეთ, კი. ახალი ეტაპი. და ვინც ახალია გითხარით, შეიძლება აქ ვაფშე
გაიცნობ თქვა საღამო საათებში, უფრო ან თქვა დაჟე არ გამეკვირდება შეიძლება ეს მოხდეს. ან გარეთ გახვალთ სადმე ხო დაუშვათ, ან მოგწერს ვიღაცა თქვა საღამოს, ანუ რაღაცა შეიძლება სადმე გზაზე იქნებით დაუშვათ, ეგაც შეიძლება იყოს, არ გამოვრიცხავ, მაგრამ აქვე ეჭველე. პირველი ვარიანტი რაც გითხარით, ესე იგი იქნება ახალი ადამიანი მოგივათ აუცილებლად, თქვენ მაგას მოიზიდავთ თვითონ, თქვენი ენერგიით, თქვენ მაგას მოიზიდავთ, იცოდეთ რა. იმიტომ რომ ვინც თხოვდა, აი აქ თქვენ ვინც თხოვეთ. ვინც არა და თქვენი, ვიზეც თქვენ ლოცულობდით იმ იმპერატორზე, ის იმპერატორი გამოდის რთული პერიოდიდან, სხვათა შორის, აი რითიც შემიძლია დავეხმარო გოგოები რო ეკითხებიან ხოლმე თავის საყვარელ ადამიანს, როცა რთული მდგომარეობაში არის. თქვენ შეგიძლიათ მარტო ილოცოთ, ლოცვა, ქალის ლოცვა. კი ბატონო, ეს არის მეტი, არაფერი არ არის საჭირო, კაცი თვითონ გაუმკლავდება ყველაფერს. მეტი თქვენი დახმარება არაფერში არ სჭირდება მაგას. ამიტომ აქ თქვენი აი ეს ენერგიაზე მოვა ეს ადამიანი, მოდის ან ახალი სიყვარული, ვისაც აქტუალური, ან ეს თქვენი ადამიანი მოდის თქვენს ამ ენერგიაზე რა. თქვენს ენერგიაზე, თქვენ მოიზიდავთ, თქვენ აი რაღაცას შეცვლის თქვენი ენერგიაც, ნახეთ. დაფიქრდება აქ ადამიანი, გაიგეთ, აი რაღაცას ფიქრობს. კი, შეიძლება რაღაცას ელოდება, რა ვიცი, რას ელოდება, ნუ აღარ ჩაუღრმავდები, ნუ ყოველ შემთხვევაში ნახეთ. მძიმე პერიოდი ქონდა ადამიანი, აქ რაღაცა დაკარგა. გამოდის ეს ადამიანი, მოდის ნამდვილად იქ, სადაც ელოდებიან, იქ, სადაც იცის, რომ აქ დაჟე ასე ვეტყოდი, რომ ეს შინია რომ არ დავაგვიანო. იმიტომ რომ წელავდა, გაიგეთ და ეხლა იქ სადაც მართლა უკვე დიდი ხანი, აი მართლა რა, წელავდა რაღაცას მოდის. კი, ცოტა ისეთი ენერგიებში არის, მაგრამ იცის რომ მას ელოდებიან და იქ სადაც შემიძლია გავჩერდე და ვიყო, იქ სადაც არის ჩემი მზე. გაიგეთ? მაგრამ ნუ თან ეხლა შემიძლია დაჟე ვთქვა რომ ჩქარობს იმის მიუხედავად, რომ აქ პენტაკლებიც არის. კი, იცის რომ მანდ მიმიღებენ, იცის რომ მანდ მელოდებიან, იცის რომ მანდ არის ქალი, რომელსაც მე ვარ და ვჭირდები და ჩემზე ნერვიულობს, კი. ჩემი ეს ქალი. ყველაფერი თუ რამე იყო, ღმერთო ამოვიდა. ყველა ისინი. ნუ ახლა აქ მაჩვენებენ უბრალოდ მაგის ფიქრებს რა, რომ ნერვიულო ფიქრობდი, რომ ამდენი ხანი რას ვიჯეკი, რატო არ გამოვდიოდი და ამ ნერვებს ვუშლიდი და კინაღამ დავკარგე. ამასში შეაქ, რომ არ დაკარგოს თქვენ. იმიტომ რომ უყვარხართ ამას და ძალიან უყვარხართ და თავისი სიყვარულით აუცილებლად აი ეს სიყვარული იზიდავს მაგას რა. ამას ეშინია ნამდვილად, რომ არ დასრულდეს და ამიტომ აი ნახეთ როგორ მოდის ეს ადამიანი თავის სიყვარულით, всё მიიღეთ. всё, ჩემო კარგებო.